უნგრეთში ახალ ანტი-LGBT+ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც ქვეყანაში პრაიდის ღონისძიებების ჩატარებას კრძალავს. ათასობით დემონსტრანტი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის ქუჩებში გამოვიდა და ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ხიდი გადაკეტა. მათი განცხადებით, ახალი კანონპროექტი ადამიანის უფლებებს ზღუდავს. უნგრეთის მმართველმა კოალიციამ LGBT+ თემის წინააღმდეგ მორიგი კანონპროექტი სამშაბათს მიიღო. კანონპროექტით ბუდაპეშტ პრაიდის ჩატარება და მასზე დასწრება იკრძალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას უფლება ექნება სახის ამომცნობის სპეციალური პროგრამა გამოიყენოს, რათა აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება შეძლონ და შემდეგ დააჯარიმონ. ის, რაც ქვეყანაში ხდება, შემაშფოთებელია. ისინი ცდილობენ ყველაფერი წაართვან უნგრელ ხალხს. ეს ხომ რეალურად ჩვენი უფლებაა. აქციის მონაწილეები ფიდესსა და მის ლიდერს ვიქტორ ორბანს რუსული პოლიტიკის გატარებაში სდებენ ბრალს. მათ შორისაა უნგრეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე ევგენი ბელიაკოვი, რომლის თქმითაც უნგრეთში მიმდინარე მოვლენები რუსეთში არსებულ მდგომარეობას გავს. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი შემზარავია. რუსეთშიც იგივე ხდებოდა. ყველაფერი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯი ვითარდებოდა და ვგრძნობ, რომ აქაც იგივე ხდება. არ მიკურს, რომ ვიქტორ ორბანს თავისი აზრი არ გააჩნია. მას მხოლოდ პუტინის ან ტრამპის იდეები გადმოაქვს. ეს საშინელებაა. ვიმედოვნებ, რომ აქ, უნგრეთში, ასეთი საპროტესტო გამოსვლები კვლავ იქნება, რადგან რუსეთში თავის დროზე წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. ახლა კი უკვე ძალიან გვიანია. უნგრეთის პოპულისტი მთავრობა თავს ტრადიციული ოჯახური და ქრისტიანული ღირებულების დამცველად წარმოაჩენს და ამტკიცებს, რომ მისი პოლიტიკა ეფუძნება ბავშვების სექსუალური პროპაგანდისგან დაცვას. ბუდაპეშტის პრაიდი, რომელიც 30 წლის იუბილეს აღნიშნავს, 28 ივნისაა დაგეგმილი.